იცოდით, რომ კრისტიან დიორის პირველი სუნამო მის დიორი იყო, რომელიც თავისი უმცროსი დის საპატივცემულოდ შექმნა. მოკლედ, რადგან საფრანგეთში ვცხოვრობ, გადავწყვიტე ფრანგი ცნობილი ადამიანების ცხოვრების ისტორია შევისწავლო. მას ძალიან უყვარდა თურმე ბაფთები და თავის ხელოვნებაში ხშირად იყენებდა. კაბებშიც და აგერ სუნამოშიც. დიორმა მილიონობით ქალის გაბედნიერება შეძლო, თუმცა თავად წლების განმავლობაში ებრძოდა დეპრესიას და მარტოობას. ყველაზე სასტიკი დარტყმა სწორედ იმ ადამიანებისგან მიიღო, რომლებსაც ყველაზე მეტად ენდობოდა. ამბობდნენ, რომ მას მამაკაცები მოსწონდა. 51 წლის ასაკში 22 წლის ჟაკ ბენიტი შეუყვარდა. იმდენად უნდოდა მისი გულის მოგება, რომ გადაწყვიტა გაახალგაზრდავების მიზნით მკაცრი დიეტა დაეცვა. სწორედ ეს გახდა სამწუხაროდ მისი ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი, რისთვისაც სამკურნალოდ იტალიაში წავიდა. და იქ სასტუმროს ოთახში გულის შეტევით გარდაიცვალა. ეს კი ერთ-ერთი მაგალითია იმისა, რომ სიმდიდრე და პოპულარობა ბედნიერებისთვის სამწუხაროდ საკმარისი არ არის.